ძალიან სამწუხაროა ის, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს როგორც წესი არის ხოლმე, როგორც პრეზიდენტის, ასევე სახელმწიფო მდივნის სამწეულებების ნაწილი. ყოველ შემთხვევაში, წარსულში ასე იყო უმრავლეს შემთხვევაში. ის, რომ საქართველოს არ იყო მიწვეული, ერთის მხრივ მას აჩვენებს, რომ რაღაცა პრიორიტეტულ თემად აღარ ითვლება საქართველოს, შესაბამისად მაკრობიუმ არ ჩათვალა საჭიროდ ის, რომ საქართველოს წარმომადგენელი ყოფილიყო იქ და მეორე ის, რომ თვითონ საქართველოს ვფიქრობ, რომ დიდად არ ცდილობს იმას, რომ იყოს ასეთ ღონისძიებებში ჩართული, მხოლოდ იმ დღეს ჩართულობა ცხადია ამას ვერ გამოასწორებდა და თქვათ იმავე დღეს ვახშამზე მიწვევას ვერ მიიღებდა ქართული დელეგაცია, მაგრამ მანამდე შესაძლებელი იქნებოდა ნაბიჯების გადადგმა, ეს არ არის მხოლოდ მაშინვე დაგეგმილი თვეების განმავლობაში მიმდინარეობს ასეთი ღონისძიებების დაგეგმა და სავარაუდოდ როცა გამოჩნდა რაღაცა ალბათობა იმისა, რომ საქართველოს შესაძლოა არ იყოს მიწვეული, ალბათ რაღაცა ძალისხმევა იქნებოდა საჭირო იმისთვის, რომ შეგვეხსენებინა ჩვენი თავი. შესაძლოა ეს ძალისხმევა იყო ჩადებული, არ ვიცით ეს საჯაროდ ყოველ შემთხვევაში ინფორმაცია არ არის, მაგრამ თუ იყო ძალისხმევა ჩადებული და მაინც არ იქნა საქართველოს მიწვეული, ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო ამძიმებს. თუმცა აი გამომდინარე იქიდან, რომ ლობისტები მუშაობენ ქართული ოცნებისთვის, ივანიშვილის პრობლემების მოგვარებისთვის ამერიკულ გავლენიან წრეებში ყველა არხი გამოყენებულია ფაქტობრივად მათი მხრიდან, რომ რამენაირად მოხდეს მისვლა ამერიკის ახალ ადმინისტრაციამდე, განსაკუთრებით პრეზიდენტ ტრამპამდე, რომლის განსაკუთრებული იმედი ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემის მქონე ივანიშვილს საქართველოში, ეს ვერ გამოვიდა. გამომდინარე ამ კონტექსტიდან სავარაუდოდ მცდელობა იქნებოდა, თუმცა ეს როგორც ჩანს, მაინც უკვე ისეთი დისტანცირების აღნიშნულია წამოყვებით თუ არა ამ საუბარში საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მიმართ, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად უკუქცევადი პროცესი არ არის. ეს ამ პროცესის შემოbrunება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოქმედმა მოახერხოს რაღაცნაირად ამერიკული ნდობა დაიბრუნოს უკან, ეს შეუსრულებელი მისიაა თუ არა ძალიან რთული. გეთანხმებით ნაწილობრივ, მაგრამ ასევე დავამატებ, რომ შეერთებული შტატების, განსაკუთრებით პრეზიდენტი ტრამპის ესეთი პერსონალური დამოკიდებულება ქვეყნებთან ურთიერთობაში არის ძალიან არასისტემატიზირებული, არამედ თვითონ მასზე დამოკიდებული. თქვათ, სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის დეპარტამენტი, სხვა სისტემები მართლობის მიყვება იმას, რაც სურს პრეზიდენტ ტრამპს, რაც არის ძალიან განსხვავებული სიტუაცია სხვათა შორის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ესეთია რეალობა. თვითონ პრეზიდენტ ტრამპი ყოველთვის ამბობს იმას, რომ დაწყებული, თქვათ, ტარიფების დაწესებით, ქვეყნებთან შეხვედრებით, ვიზიტებით და ასე შემდეგ, ყველაფერი არის მიმართული ამერიკის ეროვნული ინტერესების ან ამერიკის ეკონომიკური ინტერესების მიმართ. ამ გაეროს შეხვედრის დროს პრეზიდენტ ტრამპი შეხვდა ძალიან ათობით ქვეყნის ლიდერს ან საერთაშორისო ორგანიზაციას და ძირითადი მაინც საუბრები იყო ეკონომიკაზე. იქ რა თქმა უნდა იყო არაბული ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები, რომლებიც უკავშირდებოდა უფრო მეტად რეგიონულ საკითხებს, მაგრამ ინდივიდუალური შეხვედრები, მაგალითად ის შეხვდა უზბეკეთის პრეზიდენტს. და უზბეკეთის პრეზიდენტმა ის მიიწვია უზბეკეთში, ტრამპმა თქვა, რომ დავფიქრდები ამაზე და სიამოვნებით თუ გამოვიდა გესტუმრებით, მაგრამ უზბეკეთის პრეზიდენტი მასთან მივიდა რაღაცა ისეთით, რაც ტრამპს აინტერესებს. მან დადო პირობა, რომ უზბეკეთი შეიძენს 105 მილიარდი დოლარის ოდენობის ტექნიკას, იქნება ეს ტრაქტორები თუ სხვადასხვა სახის ტექნიკა, ეს არ არის სამხედრო ტექნიკაზე საუბარი. ამით რაღაცნაირად უზბეკეთი დაწინაურდა ტრამპთან ურთიერთობაში. ეს არის რეალობა, სამწუხაროა თუ არ ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით, ასეთია ქვეყნების ურთიერთობები დღეს შეერთებულ შტატებთან.
რატომ უჩნდება კითხვა, თუ შეიძლება აი აქ კითხავთ. აქ უჩნდება შეკითხვა ივანიშვილს და ამ კითხვას ახმოვანებენ მისი სპიკერები, რომ თუ კი ტრამპი შედის კომუნიკაციაში სხვა ავტორიტარებთან, ჩვენ რატომ არ შეიძლება რომ ის დაგველაპარაკოს? რატომ აღმოვჩდით ჩვენ ბოლტის მიღმა? აი ეს არის მათი მხრიდან დასმული კითხვა, არსებობს თუ არა ამაზე პასუხი? ჩემი მოსაზრებით ასე გადაჭრით ხვისი პასუხი არ ვიცი ამაზე მით უმეტეს რა თქმა უნდა ადმინისტრაციის, მაგრამ სავარაუდოდ ტრამპი ვერ ხედავს ამერიკის ინტერესებს საქართველოში და ეს არ არის ამერიკის მხრიდან გასაკეთებელი საქმე. საქართველო ყოველთვის მათ შორის ქართული ოცნების მმართველობის დროსაც ბოლო პერიოდის გამოკლებით ყოველთვის რაღაცა ფორმით სთავაზობდა შეერთებულ შტატებს პარტნიორობას თანამშრომლობას, ხო? აი თუნდაც ის რომ ავღანეთში გაგრძელდა საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩართულობა მანამ სანამ მიმდინარეობდა ეს ოპერაცია, ეს ხო ხდებოდა ქართული ოცნების პირობებში. ამით საქართველო აჩვენებდა შეერთებულ შტატებს, რომ ცეა პარტნიორები ვართ და ხელშეგიწყობ, რომ საკუთარი ინტერესები დაინახოთ ჩემთანაც, მაგრამ მეც რა თქმა უნდა მინდა ჩემი ინტერესების დაცვა, რაც ავღანეთის შემთხვევაში ძალიან ცხადი იყო საქართველოსთვის. აი ეს თქვენი კითხვა და არ აღიარება თუ ყურადღების არ მიქცევა, დაიგნორება ქართული ოცნებისა, მაინც უკავშირდება იმას, რომ სავარაუდოდ არ არის სათანადოდ მიწოდებული ტრამპისთვის ის ინტერესები, რაც შეიძლება ამერიკას ჰქონდეს საქართველოში, ან თუ არის მიწოდებული, მაშინ ისინი ტრამპის ინტერესებში არ შედის. ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში ასე ვხედავ სიტუაციას, ვნახოთ შეიცვლება თუ არა რამე და თუ გამოჩნდა რაღაცა ისეთი, რაც თქვა ტრამპს დააინტერესებს იმაში, რომ საქართველოსთან იქნება სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა თუ რაიმე სხვა უფრო ღრმა ეკონომიკური ჩართულობა გადადგას ეს ნაბიჯი საქართველოს. რაც შეეხება ზელენსკი ტრამპის კომუნიკაციას, რომელიც ახლა ამ წუთისთვის თავისი ისტორიული ურთიერთობის, რაც ახალი ადმინისტრაცია ყველაზე მაქსიმუმზეა, კარგი განწყობის თვალსაზრისით, კარგი ურთიერთობის თვალსაზრისით, ვერ ვიტყვით ახლა ჩვენ რამდენად შეიძლება ეს იყოს სტაბილური ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან, თუმცა ამ ეტაპისთვის ყველა პირობაა ვთქვათ ის, რომ ზელენსკის პოზიციები არის მაქსიმალურად კარგი ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში, რამდენად სტაბილური არის ეს აი ბოლო შეხვედრის კონტექსტი, რომ გავითვალისწინოთ, რაც ტრამპსა და ზელენსკის შორის იყო და შემდეგ უკვე ტრამპის გამოხმაურებები, ზელენსკის ასევე კმაყოფილი კომენტარები. ერთი რაც შეგვიძლია ესე ხმამაღლა ვთქვათ, ის არის რომ სტაბილურობა შეერთებულ შტატების საგარეო პოლიტიკაში ეხლა ესეთი ყველაზე მეტად დამახასიათებელი არ არის. ანუ შეიძლება ეს შეიცვალოს, ჩვენ არაერთხელ გვინახავს ის, რომ ტრამპი იცვლის შეხედულებებს, იქნება ეს რუსეთთან თუ უკრაინასთან და ნებისმიერ სხვა საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ერთი მაყურებელს შევახსენებთ იმას, რომ როგორ უნდა წავიკითხოთ ტრამპის ეს რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულება, ფიქრობ ღირს გახსენება იმისა, გახსოვთ ალბათ მან ერთ-ერთი ყველაზე პირველი Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტი დაუთმო სწორედ უკრაინა-რუსეთის ომს. და მაშინ მან თქვა რუსეთს უთხრა, რომ ამ ომის დამთავრება უნდა ძალიან მალე და არსებობს ამისთვის მარტივი გზები და რთული გზები, თუ მარტივი გზა და რთული გზა. და იმედი მაქვს, რომ ეს გზა მარტივი იქნება. ამის შემდეგ ნახეთ ძალიან ბევრი გადახვევა ხელის გაწოდება რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ალასკის სამიტი მისი კულმინაცია იყო, მაგრამ ტრამპმა მაინც ვერ მიაღწია რუსეთის მხრიდან აი მარტივად გადაწყვეტას ამ ომის თემის და ახლა დღეს ვართ იქ, სადაც ვართ, ვფიქრობ, რომ მას რაღაცა უკვე პერსონალურად აწუხებს ის, რომ მიუხედავად ამ ხელა პოლიტიკური კაპიტალისა, რაც გაიღო მაშინ, როცა პუტინი მიიწვია ალასკაში, შედეგი ვერაფერი დადო, ცეცხლის შეწყვეტა არ არის, სამშვიდობო მოლაპარაკება არ დაწყებულა, მაგრამ უკრაინა ყოველთვის ამბობს იმას, რომ მზად არის შეხვედრისთვისაც, მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვისაც. ამ კონტექსტში შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაცა ფორმის სტაბილურობა გვაქვს, აი თუ გავიხსენებთ იმ პირველ რაღაცა განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით. თუ არა და მაშინ ძალიან არასტაბილურია, მაგრამ აქ ერთს რასაც დავამატებდი, ის არის, რომ
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოზიტიური იყო ის, რაც ისაუბრა ტრამპმა შეხვედრის დროსაც ამ მოგვიანებით გამოქვეყნებულ პოსტშიც, მაინც ამერიკის როლზე არ საუბრობს ის და ალბათ ეს არის უფრო მეტად ყურადღება მისაქცევი, ის რუსეთს დასცინის, თქვათ უკრაინაზე ამბობს, რომ უკრაინას საკუთარი საზღვრების არა მხოლოდ აღდგენა, არამედ უფრო მეტის დაპყრობაც კი შეუძლიაო, ესეც თქვა ამ პოსტში, მაგრამ არ საუბრობს ამერიკის როლზე ამ ყველაფერს. ალბათ ესეც ჯერ არის წინ, ეს ყველაფერი ცოტა ნელა ვითარდება უკრაინის სასარგებლოდ, თუმცა რუსეთის პასუხების ფონზე არის მოსალოდნელი, რომ ამ წერტილამდეც ტრამპი მივა რაღაცა ტიპის იძულებით, უბრალოდ მას სხვა გზა არ ექნება.